დადგა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობის დროს. მას შემდეგ, რაც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლა გაფორმდა, ეს ქვეყანა ქართველ ტურისტებში ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა. ქუთაისიდან და თბილისიდან ყოველდღიური რეისები სრულდება, როგორც აბუ-დაბის, ისე დუბაის მიმართულებით. დუბაიში ერთხელ 2019 წელს ვარ ნამყოფი. ვინაიდან ცათამბჯენებს ძველი არქიტექტურა და დაბალსართულიანი შენობები მირჩევნია, მაშინ ნაკლებად მოვიხიბლე ამ ქალაქით. 5 წლის შემდეგ გადავწყვიტე კვლავ ვიმოგზაურო ამ ქვეყანაში. განსხვავებული თვალით შევხედო და თქვენს გაგიზიაროთ. ფრენა ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით გვაქვს, რომელიც 4 საათი გრძელდება. მარტივად გავიარეთ პასპორტ კონტროლი, ადგილზე ვიქირავეთ მანქანა და წამოვედით. სტანდარტული მართვის მოწმობით ევროპაში, ამერიკაში, აზიის ბევრ ქვეყანაში მიქირავია მანქანა, მაგრამ აქ საერთაშორისო მოწმობაა საჭირო. მისი აღება მარტივია. ამისთვის საქართველოშივე მართვისა და პირადობის მოწმობით უნდა მიხვიდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. გადაიხდით 109 ლარს და იმ დღესვე აიღებთ საერთაშორისო მართვის მოწმობას. შემოვიდით აბუ-დაბიშიც და ისე ვერ წავიდოდით სანაპირო ვარ გვენახა, როგორც იცით, სპარსეთის ყურის ნაპირას არის გაშენებული აბუ-დაბი. საცურაო სეზონზე შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ფასიან, ისე უფასო სანაპიროები. მართალი ახლა საცურაო სეზონი არ არის, თუმცა სასიამოვნო ტემპერატურა, არც ცივა, არც ხელა და შესაძლებელია დავისვენოთ და დავტკბეთ ხედებით. გზაში ასევე დავახურდავეთ ფული, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება და 100 დირჰამში გადავიხადეთ დაახლოებით 77 ლარი. 1971 წლის 2 დეკემბერს ტრუსა ლომანის შვილის საამიროდან 6 გაერთიანდა და გამოცხადდა ფედერაციის შექმნა, სახელწოდებით არაბთა გაერთიანებული საამიროები. მეშვიდე ემირატი რას ალ ხაიმა ცოტა მოგვიანებით 1972 წლის 10 თებერვალს შეუერთდა. ეს კავშირი აღენიშნა ფედერალური მთავრობის დაარსებით, ხოლო აბუ-დაბი დედაქალაქი გახდა. აბუ-დაბი არის ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სამრეწველო ცენტრი. აბუ-დაბის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა შეიხ ზაიედის დიდი მეჩეთია. ჩვენს გეზი სწორედ მის სანახავად ავიღეთ. მეჩეთის ტერიტორიაზე შესვლისას გეკითხებიან, მომლოცველი ხარ თუ ტურისტი. აქედან გამომდინარე, პარკინგისკენ შესაბამისი მიმართულებით გიშვებენ. მეჩეთის დათვალიერება უფასოა, ხოლო აუცილებელია ოფიციალურ საიტზე კითხვარი შეავსოთ და შესვლის დრო მიუთითოთ. ამის შემდეგ საიტის შტრიხ-კოდს მოგანიჭებთ, რისი მეშვეობითაც შესვლას შეძლებთ. შემოწმება საკმაოდ მკაცრია. არსებობს ერთგვარი დრეს-კოდი. ქალებს სხეული დაფარული უნდა ჰქონდეთ. მამაკაცებს არ შეუძლიათ შორტებით შესვლა. შემოწმებისას პრობლემას გადავაწყდით. როგორც აღმოჩნდა, ამ ტერიტორიაზე ვიდეო გადაღება აკრძალულია. ჩამოგვართვეს მიკროფონები, ზოგიერთი გადამღების საშუალება, რომელსაც გასასვლელში დაგვიბრუნებენ. შეიხ ზაიედის მეჩეთი არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიოში სიდიდით მე-6 მეჩეთია. მისი მშენებლობა საამიროების პირველი პრეზიდენტის, შეიხ ზაიედ იბნ სულთან ალ-ნაჰაიანის თაოსნობით 1996 წელს დაიწყო და 2007 წელს დასრულდა. სწორედ მის სახელს ატარებს მეჩეთი. მეჩეთის სამშენებლო მასალად გამოყენებულია მარმარილო, ოქრო, ძვირფასი ქვები. მთავარი სამლოცველო დარბაზი ერთდროულად 7000 მორწმუნეს, ხოლო მთლიანობაში მეჩეთი 40000 ადამიანს იტევს. გასასვლელში დაგვიბრუნეს ჩვენი ნივთები. აბუ-დაბიში აღარ შევყავდით და გავემართეთ დუბაისკენ. გზაში დაახლოებით საათნახევარი გვინდა. სასტუმროში დავბინავდებით, დავისვენებთ და დათვალიერებას ხვალ დილიდან დავიწყებთ. დუბაი მდებარეობს აღმოსავლეთ არაბეთის ნახევარკუნძულზე, სპარსეთის ყურის სანაპიროზე.
ის არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი და დუბაის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრია. სხვა შესაძლებლობებთან ერთად ის არის გლობალური სატრანსპორტო კვანძი. დუბაის როგორც ტურისტული ქალაქის პოპულარობა დღით დღე იზრდება მთელ მსოფლიოში. გასულ წელს დუბაი მე-7 ადგილზე გავიდა მსოფლიოში ყველაზე მონახულებად ქალაქებს შორის. პირველ რიგში, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ტური შევიძინე და მზად ვარ დღეს საინტერესოდ გავატარო. დუბაიში მოგზაურობისას ალბათ ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი ტური ჩემთვის იყო საფარი ტური და ამ ჩამოსვლაზეც რა თქმა უნდა მის გარეშე ვერ წავიდოდი. ონლაინ შევუკვეთეთ ეს ტური, სულ ცოტა ხანში მოვა მანქანა, რომელსაც გავყვებით და დაიწყება ჩვენი უდაბნოს თავგადასავლები. Your first time in Dubai? No, for me it's the second time. Okay, the safari? Also second time. Okay. But my friends are First time. It's first time. No problem. So we have one more pickup, Okay. then we are going to the next. Perfect. Thank you. საამიროებში მოგზაურობისას ყველგან შეხვდებით უდაბნოს საფარი ტურებს. ფასები განსხვავებულია. გააჩნია როგორ მარშრუტს აირჩევთ, ან რომელი პლატფორმიდან დაჯავშნით. ჩემი არჩეული ტური 270 დირჰამი ღირს, რაც დაახლოებით 210 ლარია. ფასში შედის ტრანსპორტირება, ქვიშის ოფროუდი, ერთ-ერთ ბანაკში გაჩერება, სადაც სხვადასხვა წარმოდგენას ვიხილავთ. ასევე შედის უდაბნოს აქტივობები და კვება. დაახლოებით 40 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მოვიდით ამ ადგილას, სადაც გვაქვს შესვენება. ასევე სრული შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კვადროებით, თუმცა ნაკლებად ვარ დაინტერესებული, იმიტომ რომ მაინც და მაინც საინტერესოდ არ მიმაჩნია ესეთ ადგილას კვადროებით სიარული. ასევე შეგიძლიათ ტრადიციულ სამოსი მოერგოთ, თუმცა ფასები ბევრად ძვირია და თუ გადაწყვეტთ ამ ტურში წამოსვლას, უჯობესია დუბაიში შეიძინოთ და ისე წამოხვიდეთ საფარი ტურში. დაახლოებით 10 წუთში უკვე დავბრუნდებით მანქანასთან და გავაგზავნებთ ჩვენს გზას. სანამ ძღოლს ველოდებოდით, გამყიდველი დაჟინებით გთხოვდა ხუთრა, იგივე თავსაბურავი გვეყიდა, რომ მივხვდი საზრი არ ქონდა ავყები ვაჭრობის პროცესში. თავდაპირველი ფასი დაახლოებით 40 ლარი იყო. შევაჭრების შემდეგ 12 ლარამდე გადავიხადე. თავადვე მომარგო თავზე და მზად ვარ ქვიშის ტურისთვის. ტურის დაწყებამდე ძღოლები უსაფრთხოებისთვის საბურავებიდან ჰაერის გარკვეულ რაოდენობას უშვებენ. ძღოლების მთავარი მიზანი სახიფათო მანევრების გაკეთება და ხალხის აღტაცებაში მოყვანაა. ჩვენი ძღოლიც მაქსიმალურად ცდილობს ადრენალინის გამომწვევი მანევრების შეასრულოს, მიზანს რომ მიაღწიოს და აგვახმაუროს. ეტყობა რომ გამოცდილი მძღოლია და მაქსიმალურად ცდილობს თითოეულმა მგზავრმა ტური მთელი თავისი სიმძაფრით გამოსცადოს. დაახლოებით 20 წუთიანი ოფროუდის შემდეგ მოვიდით ამ ადგილას, სადაც გავჩერდით ასევე 10 წუთით და გვექნება დრო რომ გადავიღოთ ფოტოები, დავტკბეთ უდაბნოთი, ხედებით. ამინდი რა თქმა უნდა ძალიან კარგია და განსაკუთრებით მომწონს ხოლმე უდაბნო, სადაც მხოლოდ ყვითელი ან მოწითალოფერი არ არის, არამედ შესამჩნევია ასევე სცენარეები. ძალიან უხდება მთლიანობაში ისინი ერთმანეთს. მაინც და მაინც საშიში არ არის ეს გზა, თუმცა რა თქმა უნდა, რამდენჯერაც არ უნდა მოვიდე ქვიშაში ესეთ ტურზე, ყოველთვის ძალიან მომეწონება, იმიტომ რომ უცხოა, ეგზოტიკურია და რა თქმა უნდა, თავგადასავლების სხვა სფეროა.
ჩვენი ტური ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია, წინ არაერთი სანახაობა გველოდება, ამიტომ დავტკბით ცოტა ხანი უდაბნოთი და გავაგზავნებთ ჩვენს გზას. უდაბნოში ფეხით გასეირნება განსაკუთრებული განცდაა. სიმშვიდეს მხოლოდ მანქანებისა და ტურისტების ხმაური არღვევს, თუმცა ორივე ძალიან უხდება ამ გარემოს. სანამ შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ დავიძვრებოდით, სპეციალური მანქანა მოვიდა. მანქანების საბურავების დასაბერად. ჩვენმა მძღოლმა იყოჩაღა. მალევე მოამზადა მანქანა და დავიძარით. მალევე მივედით დანიშნულების ადგილზე. გავაჩერეთ მანქანა და შევედით შიდა ტერიტორიაზე. მოვედით თავარ ადგილას, სადაც დღევანდელი შოუები გაიმართება. პირველში შემოვედით დაგვირიგეს პატარა ხემსი, ადგილობრივი რა თქმა უნდა, გაგვაცეს თუ რა სიტუაცია, სად იქნება საკვები, სად იქნება შოუ, ასე შემდეგ. ასევე მოგცეს ჩვენი ადგილი, რომელიც სცენასთან ერთად მაგასაც გაჩვენებთ. მოკლედ, ვფიქრობ, საინტერესო საღამო გველოდება. როგორც უკვე აღვნიშნე, აქ სხვადასხვა აქტივობით შეგვიძლია დაკავება. პირველ რიგში აქ ლემით გასეირნებას ვაპირებ. Ready please. აჰა, კი ბატონო. უკვე მეოთხე თუ მეხუთე ვძივარ ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ საინტერესოა. Okay. Კი ბატონო. Okay. კი ბატონო. აჰა. ეთი, შუქრან. სანამ თავი სანახაობა დაიწყება, ერთ აქტივობას კიდევ მოვასწრებ. გავემართა ქვიშის დაფის ასაღებად. ამ ბოლო მოგზაურობებში ბევრ ამას ვისკავ, რასაც ალბათ ადრე არ გავრისკავდი. და ეს არის ის შემთხვევა, როდესაც უნდა ავიდე ახლა ამ დაფით და ზევიდან დავეშვა ქვიშაზე. ბოლოს პერუს გადაცემა თუ გინახავთ იქ ჩამოვცრიალდი, როგორც იქ წამოვწეხით ესე ჩამოვედი, იმიტომ რომ ძალიან დაქანება იყო და მეშინოდა რაღა დაგიბალოთ და ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა ვეცდები რომ უშუალოდ დავდგე ამ დაფაზე და ისე დავეშვა. იმედია არაფერი დამეშავდება, იმიტომ რომ წინ საინტერესო მოგზაურობები ველოდება და ფეხმოტეხილი ან რამე ხელმოტეხილით ვერ შევძლებ მოგზაურობას. თუ შევატყერო რამე ისე არ არის, რა თქმა უნდა არ გავრისკავ ძალიან და გავუფრთხილდები თავს. აბა ვნახოთ. ცოტა იმედ გაცრუება, იმიტომ რომ არ სრიალებს. მაგრამ გასართობი მაინც მონახე. ოპა. მართალია ვერ ჩამოვსრიალდი, მაგრამ კარგად ვიხალისე. ახლა კი წარმოდგენის ნახვის დროა. პირველი ცეკვა მწყემსების ცეკვას გავს. შემდეგ მისტიკური დერვიშების ცეკვა იწყება. ცეცხლოვანი შოუს დროც დადგა. განსაკუთრებული უნარების და ტექნიკის ქონა აუცილებელია ეს პერფორმანსი რომ შეასრულო.
მაყურებელთან კონტაქტი და მათი აღტაცება განსაკუთრებული მომენტია. ამ დადგმის ბოლო ნაწილი კი მართლაც გამოსარჩევი და შთამბეჭდავია. სცენაზე მიმდინარე წარმოდგენის პარალელურად შეგვიძლია ეგრეთ წოდებული შვედური მაგიდიდან სასურველი რაოდენობით ავიღოთ საკვები და სასმელი, რაც ტურის ღირებულებაში შედის. სასცენო წარმოდგენის ბოლო ნაწილი ტრადიციული აღმოსავლური ცეკვა, ეგრეთ წოდებული მუცლის ცეკვებია. ამ დღის ბოლო ულამაზესი აკორდი დიუნზე აკლემების ხილვაა. მორჩა დღევანდელი შოუ ძალიან საინტერესო იყო. იმის მიუხედავად რომ ნანახი მქონდა, დასწრებული ვიყავი, მაინც ძალიან მომეწონა. შედარებით განსხვავებული იყო თან და ვფიქრობ ძალიან საინტერესო დღე გამოგვივიდა. დავიძარით დუბაისკენ. მცირე ნაწილს კვლავ უდაბნოში გავივლით, შემდეგ კი მაგისტრალზე გადავართ. დაახლოებით 40 წუთიანი მგზავრობის შემდეგ დავბრუნდით დუბაიში. არც ერთი დაღლილი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე რომ ცოტა ხნით კიდევ გავისეირნო. თან აქვე ახლოს არის ცნობილი შადრევნების შოუ, რომელიც ზუსტად 15 წუთში დაიწყება. შადრევნის შოუ ყოველ 9:30 საათში ერთხელ იწყება. ყოველ დღე საღამოს 6 საათიდან ღამის 11 საათამდე. მისი ხილვა უფასოა და დასწრება ყველას შეუძლია. გათენდა ახალი დღე დუბაიში. სანამ ქალაქის თანამედროვე ნაწილში გავისეირნებთ, ჯერ ერთი უბნის ნახვა მინდა, რომელიც ისტორიულ ძველ ნაწილში მდებარეობს. მანქანით დაახლოებით 9:30 საათში მოვედით. თუ თქვენც მანქანით იქნებით, შეგიძლიათ კეთილმოწყობილ უფასო პარკინგზე გააჩეროთ მანქანა. შეიძლება ითქვას, რომ მოვედით ნამდვილ ახლო აღმოსავლეთში, ვინაიდან აქ ისეთი გარემოა, ადვილად მიხვდები, რომ ნამდვილად ახლო აღმოსავლეთში ხარ და არა ცათამბჯენებით სავსე ქალაქში, სადაც ძირითადად თანამედროვეობაზე აქცენტი. პირადად მე ასეთი დასახლებები უფრო მომწონს, სადაც წარსულს შეიგრძნობ. ეს არის ალ-ფაჰიდის ისტორიული სამეზობლო, რომელსაც ასევე ეძახიან ალ-ბასტიკიას. ის 1890 წელს შეიქმნა. სადაც ძირითადად სპარსელი ვაჭრები დასახლდნენ, რომელთაც ჰქონდა ძალიან კარგი პირობები აქ სავაჭროთ. ალ-ბასტიკიაც არის ირანული დასახელება, ბასტიკია არის ქალაქი სამხრეთ ირანში და სწორედ აქედან გამომდინარე დაერქვა ეს მეორე სახელიც. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადად ამ ადგილს ჰქვია, ამ სამეზობლოს ჰქვია ალ-ფაჰიდის ისტორიული უბანი. მაღაზიები, ნივთები და თავად გამყიდველებიც იმდენად ავთენტურია, ძნელი დასაჯერებელია. სულ რამდენიმე კილომეტრში ცათამბჯენების ქალაქი რომ არსებობს. ერთმანეთს ენაცვლება სამკაულების, სამოსის, ანტიკვარიატის, სუვენირების, სანელებლების, ტკბილეულის მაღაზიები. ნამდვილი აღმოსავლური ზღაპარია.
ახლო-აღმოსავლეთში მოგზაურობისას განსაკუთრებით სასიამოვნოა დააგემდოთ აკაური კერძები, რომელთაგან მე პირადად მიყვარს ხუმუსი, ფალაფელი, პიტასთან ერთად, რა თქმა უნდა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიური საჭმელია ლანჩზე, შუადღის კვებაზე შეგვიძლიათ სუბუქად გამოვიკვებოთ. არ ვიცი როგორია აქ როგორ სამზადებენ, მაგრამ აი გადავიღებ. დასთავარია სრულად ჯანსაღი. ქართულად ესე, როგორც ჩვენთან იციან, პიტას შეგვიძლია გავტეხოთ და გავსინჯოთ. საკმაოდ გემრიელია, დასთავარია. ფასები ცენტრ შედარებით ბევრად იაფია, არა მარტო საკვებზე, არამედ სუვენირებზე, რასაც შევხედეთ, შეიძლება ორჯერ, სამჯერ იაფიც კი იყოს აქ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არაბული შაურმა ცნობილია და არაბეთში მოგზაურობისას ალბათ არ უნდა გამოტოვოთ მისი დაგემონება. ახლა შევწყვეტ გადაღებას და გავაგრძელებთ კვებას, იმიტომ რომ ძალიან მალე სამძლოდ გამოიყურება ყველაფერი. ყველაფერი უგემრიელესი იყო. თუ აქ მოსვლას გადაწყვეტ, გირჩევთ ნახევარი დღე მაინც გამოყოთ. კარგად რომ დაათვალიეროთ, ივაჭროთ, დაისვენოთ და წაიხემსოთ. ცოტა კიდევ გავისეირნებთ და კვლავ დუბაის ცენტრისკენ ავიღებთ გეზს. გზად ვხვდებით თანამედროვე არქიტექტურულ ძეგლს, ეგრეთ წოდებულ დუბაის ჩარჩოს. ეს არის ჩარჩოს ფორმის ნაგებობა, რომლის სიმაღლე არის 150 მეტრი, ხოლო სიგანე 95 მეტრი. თუმცა მისი ხიბლი სულ სხვა რამეში მდგომარეობს. თქვენ შეგიძლიათ ლიფტით ახვიდეთ შენობის ზედა ნაწილში, საიდანაც იშლება საოცარი ხედები. ერთ მხარეს ძველი დუბაი, ხოლო მეორე მხარეს ახალი დუბაი. ბილეთის საფასურის დასრულთათვის 50, ბავშვისთვის 20 დირჰამია. დაახლოებით 38-დან 15 ლარი. მაგრამ გაითვალისწინეთ, დღეში მხოლოდ 200 სტუმარს მასპინძლობს და 20 კაციანი ჯგუფებია. დუბაიში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ დუბაის სავაჭრო მალს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა ფართობის მიხედვით. თუმცა 2018 წელს აშენდა ირანის მოლი და სწორედ მან გადაასწრო ამ მოლს. შეიძლება არ გიყვარდეთ შოპინგი, არც მე გამოურჩევ შოპინგის სიყვარულით, თუმცა მაინც ანახავია. გამოვიდით გარე სივრცეში, სადაც ბურჯ ხალიფაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა. მისი მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, გაგრძელდა 6 წელი და შესაბამისად დამთავრდა 2010 წელს. მისი საერთო სიმაღლე 829 მეტრია და შედგება 163 სართულისგან. შიგნით ძირითადად განთავსებულია ელიტარული აპარტამენტები, რესტორნები, კომერციული ფართები, მოკლედ ყველაფერი დაგხვდებათ შიგნით. მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის ბილეთი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ახვიდეთ ზევით და განმოხედოთ მთლიან დუბაის. თუ თქვენს გადაწყვეტთ თაქასვლას, უმჯობესია ამისთვის რამდენიმე საათი გამოყოთ. დათვალიერება, ფოტოსა და ვიდეოს გადაღება დროში იცელება ტურისტების სიმრავლის გამო. საყიდლების გარდა სავაჭრო მოლში კაფეები, რესტორნები, სხვადასხვა გასართობებია. თუ ბავშვებთან ერთად იმოგზაურებთ, აუცილებლად მოინახულეთ წყალქვეშა ზოოპარკი, რითაც თქვენ და თქვენი პატარები აღფრთოვანებულები დარჩენით. დუბაი შეიძლება მოგწონდეთ, ან არ მოგწონდეთ, მაგრამ ფაქტია, ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი, რომელიც ყველანაირი გემოვნების ტურისტს იზიდავს. მომსახურების სექტორი დუბაიში არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფერო, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამასთან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. დუბაის გამორჩეული ადგილია დუბაი მარინა.
ხელოვნურად შექმნილი ნავსადგური, რომელიც სპარსეთის ყურის ნაპირას 3 კილომეტრზეა გადაჭიმული. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ისეირნოთ და დათქვეთ ულამაზესი გარემოთი, ან ნავით გაისეირნოთ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ პალმ ჯუმეირა, პალმების კუნძული. ხელოვნური არქიპელაგი შედგება 3 დიდი ნახევარკუნძულისგან, ასევე მინიატურული არქიპელაგებისა და პატარა კუნძულებისგან. აღმოსავლურ საოცრებასთან დამშვიდობების და უკან დაბრუნების დროა. მეორე ჯერზე ამ ქვეყანაში მოგზაურობა ნამდვილად უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოვიდით აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში, დავაბრუნდით მანქანა და უკვე გავემართებით შიგნით აეროპორტში, რომ გავიაროთ რეგისტრაცია და გამოვემართოთ საქართველოსკენ. საბოლოო შეფასების სახით რო ვთქვა, აბუ-დაბიში და დუბაიში მანქანის ტარება საკმაოდ მარტივია, როდესაც გამოცდილი ხარ მithumetes საქართველოს გზებზე უცხოეთში აღარ ჭირს ხოლმე ძირითადად. მანქანის ქირაობა უფრო მოსახერხებელია ყოველთვის, ვინაიდან უფრო მარტივად არის შესაძლებელი მივიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაჭირდებოდა. ან ტაქსის შემთხვევაში და ცალკე დავიქირავოთ ტურისტული კომპანიიდან მძღოლი, კიდევ უფრო აძვირებს მის მონახულებას. საწვავის ფასი 2.20 გამოდის დაახლოებით 1 ლიტრის ფასი ლარებში გადავიყვანოთ. ერთი დღის განმავლობაში მანქანა გამოვიდა 130 ლარი და ძალიან მშვენივრად ვიგზავნოთ, ყველაფერი კარგად მოვიარეთ, რაც მაინტერესებდა. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში კიდევ ერთხელ ვიმოგზაურებთ დროში. ამჯერად უკვე სტამბოლში. გამოგყევით.